მოგესალმებით, დღეს გვაქვს აღზრდის პოდკასტის მორიგი შეხვედრა და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმრები. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ზღაპარზე და მის მნიშვნელობაზე, ბავშვის განვითარების ეტაპებზე. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის სტუმარი არის ლიკა ჩხაიძე, პედაგოგი აზროვნების აკადემიის და ავტორი არაჩვეულებრივი ზღაპრის და დარია ცინცაძე ილუსტრატორი. მოგესალმებით და მიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ. ძალიან შინაურული თემა არის ჩემთვის ეს ზღაპარი, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა გამოცდილება მასზე მუშაობის და ამას ცოტა მოგვიანებით შევეხები. პირველი კითხვა მაქვს ესეთი, თუ ყოლიათ ბავშვობაში თქვენთვის საყვარელი ზღაპრის გმირი, ან თუ იყო რომელიმე ზღაპარი ისეთი, რომელსაც ხშირად უბრუნდებოდით და მოგწონდათ. თუ გაქვს მზად პასუხი, შეგიძლია დაიწყო და მე. მაქვს კი, იმიტომ რომ როგორც კი ზღაპარს, სიტყვა ზღაპარს ვახსენებთ, პირველ რიგში ახსენდება ბებო რომ მიკითხავდა ღამე ძილის წინ, ძველი ქართული ზღაპრების წიგნი იყო და მახსოვს წიქარას თავი ეხატაზე და წიქარა იყო შესაბამისად ჩემი საყვარელი ზღაპარი. აი ძალიან დიდ რაღაცნაირად ემოციურ კავშირს გრძნობ წიქარასთან, ახლაც კი რა ვამბობ სიტყვა ზღაპარს, პირველ რიგში მახსენდება წიქარა, ძალიან მიყვარს რატომღაც. რა საინტერესოა, ხო, ანუ სიმბოლო წიქარა რასთან არის დაკავშირებული შენთვის დარია? რაღაც თავგანწირულ მეგობრობასთან ალბათ პირველ რიგში და რაღაცნაირად იდეალივით არის ჩემთვის წიქარა, რომელიც ყველაფრისთვის მზად არის, ოღონდ თავისი მეგობარი გადაარჩინოს და მე უკვე ეს თავგანწირო გადადის ბიჭუნაზეც, რომელიც ასევე მზად არის, რომ თავისი, ასე ვთქვათ, ლეშიც კი აჭამოს ბოლოს თავს, რომ გადაარჩინოს თავის საყვარელი მეგობარი. სხვადასხვა ახლა ხანს ვკითხულობდი ისევ ამ ზღაპარს და ადაპტირებულ ვერსიაში აღარ არის ეს რაღაც ბრუტალური სცენა და ლეშის ჭამა აღარ არის იქ ნახსენები, მაგრამ აი მიყვარს აი თან ძველი ვერსია, სადაც აი ესე არის დაწერილი და რაღაცნაირად ძალიან მოქმედებს შემზე და მიყვარს ეს ზღაპარი. დიდი მადლობა, ლიკა. აი თან ვფიქრობდი ახლა დარია რომ ლაპარაკობდა და ზღაპრის ნაკლებად გამოდის, მაგრამ საბავშვო ლიტერატურიდან ჩემი პირველი პერსონაჟი იყო კარლსონი და მეც მიკითხავდნენ ამ წიგნს, მაშინ ჯერ კითხვა არ ვიცოდი, ჩემი პირველი შეხვედრა იყო ლიტერატურასთან და მივხვდი რომ ისე შემიყვარდა ეს გმირი, რომ ჯერ ველოდებოდი, როდის დაღამდებოდა ყოველ დღე, რომ ისე დაუბრუნებულიყავი ამ წიგნის ამბავთან და თან ისე აღმაფრთოვანებდა ამის ისტორიები და ეს მთელი დამეგობრება და თან როგორ ეხუმრებოდნენ ერთმანეთს ამ წიგნში და საერთოდ რა ხდებოდა ეს ასტრიდ ლინდგრენის ჯადოსნურ სამყაროში ეს ყველაფერი ისე აღმაფრთოვანებდა და ისე მომწონდა რომ კარლსონი დღემდე მომყვება როგორც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირი და სულ ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს მახსენდება ხოლმე და მეცინება და სადმე თუ ვხედავ აი ოდნავ მაინც ისეთ ადამიანს რომელიც შეიძლება რაღაცით წააგავდეს ან რამე თვისება ვიპოვო წინასწარ განწყობა მიჩნდება მაშინაც რომ ეს ადამიანი ძალიან შემიყვარდება და მომეწონება ამიტომ ალბათ კარლსონი მახსენდება პირველი ზღაპრები რომელიც გვახსენდება შეიძლება იყოს დაკავშირებული რაღაცა კონკრეტული აქტუალური საკითხის გადაჭრასთან, ან უსაფრთხოებასთან. ახლა როცა საუბრობდი, რატომღაც ვფიქრე, რომ შეიძლება აი როცა კარლსონს ხედავს რაღაც აი რო თქვი, რომ როცა ცოტა ისე არ ვარ შინაგანად სტაბილურად, შეიძლება ამ დროს მომინდეს, რომ კარლსონს დაუბრუნდე ან შევეხო ამ გმირს და რაღაცა უსაფრთხოებასთან კონტაქტს გამოხატავს თითქოს, ხო? ყველაფერი, რასაც ჩვენი ცნობის მოყვარეობა, განსაკუთრებით ბავშვის ცნობის მოყვარეობა ეხება მისი მნიშვნელობა და საზღვრები იზრდება და შესაბამისად ზღაპრებიც არის თერაპიული, რაღაცა ინფორმაციული, მაკორექტირებელი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, თვითონ ზღაპრის გაზიარების პროცესიც ხომ რაღაცნაირად უსაფრთხოების ველის შექმნას გულისხმობს ჯერ და მერე იწყება ამის დინამიკა და რაღაცნაირად ბავშვები, როდესაც ერთი და იგივე ზღაპარს უბრუნდები, არ გპატიობენ ერთ ცვლილებასაც კი. ეს პროცესი მათთვის არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, ყოველთვის როდესაც საკითხი დგას, რომ ანიმაცია ჯობია, რომ თქვა საღამოს ბავშვთან ერთად განვიხილოთ თუ ზღაპარი, მე სუბიექტურად უპირატესობას ვანიჭებ ზღაპარს, იმიტომ რომ ჯერ ერთი მშობლის ხმა მისთვის არის ძალიან დამამშვიდებელი, რიტმი, ბავშვი სვავს კითხვებს,
აზუსტებს ინფორმაციას, ხანდახან ითხოვს გამეორებას იგივე ტექსტის, ან თვითონ აჟღერებს. თავისი ფორმატით ლიკა როგორი და როგორი ტიპის ზღაპრებია, ხო? ერთი ვიცი რომ შეიძლება ერთი რომ ზღაპრის ბოლო კეთილია, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მოდი ამაზეც ვისაუბროთ, რატო არის მნიშვნელოვანი ზღაპრის ბოლო იყოს კეთილი. საინტერესო საკითხი დასვი ნინო. მოდი იქიდან გავუყვეთ ღირებულება რა შეიძლება გქონდეს. პირველ რიგში ჩემი აზრით ეს არის თვითონ ბავშვის თუ მოზარდის ემოციების გამოხატვაში დახმარება, ზოგადად ემოციური განვითარება შეიძლება ითქვას და თქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პერსონაჟის გზით შეიძლება ბევრი ემოცია გაიაროს ბავშვმაც. მაგალითად ის, რომ რაღაცის მეშინია, არ ვიცი, სიბნელის თქვათ დაღამების დროს შეიძლება ჩემს ზღაპარშიც აღმოვაჩინო, რომ პერსონაჟს იგივე პრობლემა აქვს და მივხვდე, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული ან რაღაცა გადაულახავი არ არის. ის რომ ვთქვათ უღრანტყეში შეიძლება რამე ცუდი მოხდეს და ბუნებრივია მოხდება, ხო? ზღაპარს ყოველთვის აქვს ესეთი კოდები, რაც რაღაც მინიშნებებს გვაძლევს ხოლმე და ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. ესეც ყველა ბავშვისთვის რაღაცნაირად ერთი და იგივე ემოციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ ზუსტად ეს იდეა, რომ ზღაპრები ბოროტისა და კეთილის ეს დიქოტომია და თეთრის და შავის ასე ვთქვათ, რომელიც ფაქტობრივად უდიდეს უმრავლესობაში კეთილის გამარჯვებით სრულდება, ბავშვისთვის, რომლისთვის სამყარო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში შედარებით მარტივი არის, ხო? აი ბევრი მდგენელი დამოცემულობა არ არის ჯერ ბავშვის გონებაში შემოსული და ცნობიერებაში. მისთვის მიუთითებს იმას, რომ გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია, რომ ბოროტისთვის, ვთქვათ, გზა არ არსებობს, რომ თუ ვთქვათ, რაღაცა შავს თეთრით დაუპირისპირდები და თუ ბოროტებას სიკეთით დაუპირისპირდები, აუცილებლად გამარჯვებამდე მივალ და მიუთითებს, არ ვიცი, იმედზე, სიმშვიდეზე, ჰარმონიაზე, რაც აი ბავშვისთვის თავიდანვე, რომელიც ჯერჯერობით ეხლა ეცნობა სამყაროს და ახლა აცნობიერებს თუნდაც იმას, რა სირთულეები შეიძლება დახვდეს წინ, არის სიმშვიდის მომტანი პირველ რიგში, იმიტომ რომ ჭირდება სანდობის შექმნა და ჩემი აზრით აი ზღაპარი ზუსტად ერთ-ერთი რესურსი არის იმისთვის, რომ სამყაროსადმი ნდობა მოიპოვოს ადამიანმა. აი ზრდასრულ ადამიანებში მართლა შეიძლება ხოლმე იცნო ადამიანი, რომელსაც სამყაროსადმი ნდობა აქვს და კეთილგანწყობა და ადამიანები, რომლებიც პირიქით, აი ყველაფერს რაცა ეჭვის თვალით, უფრო შფოთვით, უფრო თითქოს მტრულად, აი ესე უყურებენ და მგონია, რომ აი ამ ნაწილში ზღაპრების როლი მართლა ძალიან დიდია. მადლობა. დარია, მინდა ვისაუბრო ილუსტრაციაზე, იმიტომ რომ ნუ რაც უფრო პატარა ასაკით ბავშვი, მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის ილუსტრაციას და მე თვითონაც მქონია გამოცდილება, როდესაც ილუსტრაციამ უფრო მეტი მითხრა, ვიდრე შინაარსმა და საერთოდ შემიძლია მისი შინაარსი. იმიტომ რომ იმ მომენტში, იმ პროცესში, იმ ბავშვისთვის თავარი სათქმელი ილუსტრაციამ უფრო თქვა და მე უფრო შევძელი მისი გაცოცხლება, ვიდრე ტექსტი იყო რაღაცნაირად დაკავშირებული კონკრეტული ბავშვის საჭიროებასთან. აი, რა პროცესია ზღაპრის ილუსტრირების შექმნის? საიდან იწყება ეს პროცესი? ну პირველ რიგში რა თქმა უნდა, როდესაც წავიკითხავ ხოლმე, მომენტალურად თავში ჩნდება ეს პატარ-პატარა ნახატები თითქოს რაღაცნაირად ჩანახატებივით. შემდეგ უკვე თვითონ შინაარსთან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შინაარსს როგორი ემოცია ახლავს თან. მაგალითად, ახლა გამახსენდა ჩვენი აზროვნების აკადემიის გამოცემლობის წიგნი პიტერ პენის თავგადასავალი თავიდან პირველი ნაწილი რაც გვაქვს დახატული და აი ესეთი მუქი ფერები არის და შესაბამისად ის ემოციაც ნახატებში ძალიან კარგად გადმოდის. მახსენდება ხოლმე ბავშვებს, როცა უკითხავს ზღაპრებს და რაღაც ილუსტრაციასთან მივდივართ ხოლმე, წამოხტებიან ხოლმე საწოლებიდან და აბა გვაჩვენო, ნამდვილად არიან ხოლმე ამ ილუსტრაციით დაინტერესებული და სათითაოდ ყველა დეტალს ძალიან დიდი ინტერესით ათვალიერებენ. ამიტომ ხოლმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ილუსტრაციას და ემოციაც სწორად უნდა გადმოსცე ალბათ ფერებით და იმ რაღაც მყუდრო დეტალებით, რაც აუცილებელი არის, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნას საბოლოო ილუსტრაცია, რომელიც კარგად გადმოსცემს სათქმელს. ამიტომ ძალიან კარგი არის, როცა ილუსტრატორს კარგად ესმის რა შინაარსთან აქვს კავშირი, ხო?
კი ბატონო. ლიკა, ზღაპრები შეიცვალა. აი რა პროცესს გადის ეს ზღაპრის ცვლილება, როგორ ხდება, როგორ დგება? მე თვითონ მომწონს ძალიან ინტერაქციული ზღაპრები, სადაც თქვა ბავშვის ჩართულობა უფრო მეტია. შეიძლება თავად მკითხველმა გახადო პროცესი ინტერაქციული, შენი შემოქმედებითი უნარების დახმარებით, მაგრამ აი როგორ შეიცვალა ზღაპრები, რა მოხდა? საინტერესო არის საკითხიც ჩემთვის ძალიან და ხშირად ვაკვირდები. არ ვიცი, დღეს ალბათ ჩვენ რაღაცა ფოლკლორულ ზღაპრებს ნაკლებად ვეხებით. შეიძლება ნაკლებადაც ვკითხულობთ. მე მგონი უფრო და უფრო იმდენად ბევრი ახალი ზღაპარი იქმნება და იწერება, თუნდაც ქართულ ენაზე, თუნდაც ითარგმნება საოცარი ილუსტრაციებით, რომ ბუნებრივი არის, რომ ბავშვებთან საერთო ენას ასეთი ტიპის ტექსტებით უფრო მარტივად ვპოულობთ. მაგრამ წეღან როგორც ვახსენე, ზღაპრის კოდი ასე თუ ისე მაინც ერთნაირი არის. აი აქ კიდე უნდა განვასხვაოთ საბავშვო მოთხრობა ზოგადად და ზღაპარი. ზღაპარს აქვს თავისი მახასიათებელი, თავისი მოცემულობა, ასეთი ფოლკლორისტი პროპი არსებობს, რომელიც ამბობდა, რომ ზღაპარი ზოგადად ყველა ტიპის ზღაპარი აგებული არის 31 ფუნქციაზე და ეს ნარაციული ფუნქცია არის და აი ჩამონათვალი რო გავაკეთო უბრალოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, ერთ-ერთი შეიძლება იყოს მაგალითად გმირის სახლიდან წასვლა, რაღაცა აკრძალვა. მაგალითად, აი ზღაპრის გმირს ეუბნებიან, რომ აი ამ უღრან ტყეში არ შეხვიდე. და რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ აუცილებლად შევა იქ, იმიტომ რომ თავგადასავალი მე აქ არის. სახლში დაბრუნება, მაგალითად, რაღაცა ტიპის განძის ძიება, სადღაც გამარჯვება, სადღაც დამარცხება. კიდევ არის ერთ-ერთი ბედის წერის საკითხი, სადაც აი უბრალოდ რაღაცა უბედურება შეიძლება გადახდეს ზღაპრის გმირს სრულიად მოულოდნელად, რაც ასევე ახასიათებს ხოლმე ზღაპარს. ამიტომ ფაქტობრივად ფოლკლორული ზღაპრები განსაკუთრებით რაღაცნაირად ერთ მოდელზეა აწყობილი, რომელიც საბოლოო ჯამში დაახლოებით ვიცით როგორც მთავრდება, ხო, ჭირი იქა, ხინი აქათი და ვიწყებთ იყო და არა იყო რათი. თუმცა აი, როდესაც ზღაპრების ტრანსფორმაციაზე ვლაპარაკობთ, დღეს მაგალითად ბევრად უფრო ინტერაქციული არის ზღაპრებით, ანუ ახლა თანამედროვეობა მის საშუალება მოგცა, რომ მოზარდებამდე და ბავშვებამდე დასურათებული სახითაც მივიტანოთ, პლუს ამას შინაარსობრივადაც იცვლება. ანუ პერსონაჟების ხედვა ავტორების მხრიდან და შემდეგ ბავშვებთანაც ამაზე საუბარი განსხვავდება უკვე. მაგალითად, აქამდე თუ ეს კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება ძალიან ცალსახა იყო, ასე ვთქვათ, კონტრასტული, ხო? ეს შავი არის და ეს თეთრია, ეხლა ესეც შეცვლილია. უფრო ნაცრისფერი ხდება რაღაცეები. უფრო მეტი კითხვა არის, მაგალითად, არ ვიცი, ეს კონკრეტული ბოროტი პერსონაჟი ბოროტი რატოა? და მე ამასთან ერთად, მოზარდთან ერთად თუ ბავშვთან ერთად ვიწყებთ ფიქრს, რომ მოდი ვიპოვოთ ახლა ამის მიზეზები და დავაკვირდოთ, თქვათ, ესეც აი ალბათ იმაზეც მეტყველებს, რომ ბავშვთან ერთად ემპათიის საკითხები, რომ საკითხები ყოველთვის ძალიან მარტივი არ არის. კომპლექსურობა რაღაცების გააჩნია და ეს მდგენელიც უფრო მეტად შემოსულია. თან მგონია, რომ აი დღევანდელ ზღაპრებში მაგალითად რაც ახლა იწერება თანამედროვე ლიტერატურაში, უშუალოდ ბავშვი არის უფრო მეტად გათვალისწინებული. ახლა მე მახსოვს ერთხელ მომიწია მუშაობა, სტუდენტი როცა ვიყავი, კორსიკული ზღაპრების თარგმანზე. ჩვენთვის ქართველი სტუდენტები მუშაობდით ამ თარგმანებზე. ჩვენთვის შინაარსობრივად ცხადია ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ აი იდეურად, აი კულტურული კოდი იყო აბსოლუტურად გაუგებარი და ჩვენი ხალხური ზღაპრებისგანაც ძალიან განსხვავებული. ამიტომ აი ეს ნაწილიც აქვს რა, ეს მდგენელიც ზღაპრებს, რომ იმ კონკრეტულ სოციუმს უნდა ერგებოდეს გარკვეულწილად. მე რაღაც ისეთ პრობლემაზე ვერ დავწერე, რაც მაგალითად შეიძლება მე თქვათ, როგორც ავტორი, რომელიც ქართველი ბავშვებისთვის გათვლის რაღაც წიგნს, ხო? შეიძლება რა თქმა უნდა საზოგადოზე დაწერო, მაგრამ აი თქვა თუ კონკრეტულ საკითხს ვიღებ, რაც პირობითად არ ვიცი, სადღაც შვედეთში თუ სხვა სკანდინავიის ქვეყანაში შეიძლება იქაური ბავშვისთვის იყოს დღეს პრობლემა. ეს შეიძლება პირდაპირ არ გადმოდიოდეს, ამიტომ კომპლექსური საკითხი არის ამ მხრივ, როგორც წერის მხრივ, ასევე მე უკვე წაკითხვის და გააზრების მხრივ. მადლობა. ზღაპრების ფორმებს, როდესაც განვიხილავდით, გამახსენდა ესეთი რამ რომ გარდა ინტერაქციისა და გარდა მიწოდების ფორმისა ძალიან აი სწორად აღნიშნე, ხო, ნაცრისფერი ფერი, რომელიც გახდა საშუალება
რაღაცნაირად გმირთან, როგორც დადებით გმირთან, ისე უარყოფით გმირთან დაახლოების და ახსნის ქცევის ანალიზია, იმიტომ რომ თითქოს პერსონაჟები უფრო მეტად დაგვიახლოვდნენ იმით, რაზეც ისინი საუბრობენ, რაზეც ისინი ფიქრობენ, რაზეც ისინი წუხან. და კიდევ არის ზღაპარში ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ზღაპარი არის გამოყენებული ხშირად როგორც თერაპიული დანიშნულების ტექნიკა, ზღაპარ თერაპია ცალკე მიმდინარეობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას და მინდა რომ პედაგოგებს, მშობლებს, არ ვიცი, ყველა ვინც გადაწყვიტა რომ ბავშვის მხარდამჭერი იყოს, მივცე ესეთი რეკომენდაცია, რომ ძალიან ეფექტურია დაუსრულებელი ზღაპრის ტექნიკა, შეიძლება ლიტერატურაზეც იყენებთ, ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიაში ხშირად ვიყენებთ. დაუსრულებელი ზღაპრის ტექნიკა გვაძლევს შესაძლებლობას ბავშვის რესურსების ზეწდომის და მისი საჭიროების ანალიზის, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თქვათ რაღაცა შუა ეტაპამდე, კრიზისამდე მიყვავს ამბავი, მაგალითად გადაწყვიტა ტყეში წასვლა, ხო? აი როგორც ხდება, ხო, გმირის მოგზაურობის კომფორტის ზონა დატოვა და გადავიდა რაღაც ახალ ზონაში და იქედან როგორ გრძელდება. მე ყოველთვის ითხოვე, რომ სინამდვილეში როგორ სრულდება ეს ზღაპარი და უნდა ნახო, როგორი აღფრთოვანებულია ბავშვი, როდესაც აღმოჩნდება, რომ ვთქვათ, მისი სიუჟეტი და ავტორის სიუჟეტი ძალიან გავდა ერთმანეთს. დარია, ისაუბრე, რომ მერე მოდის ფორმები და ესე ვთქვათ, სიმბოლოები. თუ არის რაღაცა გაწერილი სიმბოლოები, რომელზეც ფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ესე უნდა იყოს გადმოცემული, ან ეს ემოცია აი ამ ფერთან უნდა იყოს კავშირში. კი. აი ძირითადად ვიყენებ ხოლმე დამჯდარ ფერებს, რაღაცნაირად მშვიდ ფერებს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც უფრო მეტი სიმყუდროვე მოაქვს ხოლმე. ასევე ვანიჭებ ხოლმე დიდ მნიშვნელობას დეტალებს, გარდა მთავარი პერსონაჟისა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ფონზე განთავსებული დეტალები იყოს ხოლმე ძალიან ისე სკრუპულოზურად, ასე ვთქვათ, დახატული, იმიტომ რომ თითქოს ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს საბოლოო ჯამში, თქვათ, ჩვენი პერსონაჟის თედოს ოთახში რა იქნება თაროებზე განლაგებული, მაგრამ ერთიანობაში მგონია, რომ ძალიან დიდ რაღაცნაირად სიმყუდროვეს და შინაურულ გარემოს ქმნის. ალბათ იმიტომ, რომ ის დეტალები რაც არის, თქვათ, იქ ვიღაცის ნაჩუქარი ჭიქა, თქვათ, მშობლის პორტრეტი ჩარჩოში, არ ვიცი, თქვათ, რაღაც ნიჟარები, საბოლოო ჯამში ალბათ ეს ყველაფერი არის მოგონებები, რომლებიც თედოს ცხოვრებაში დაგროვდა და როდესაც ესენი არის დახატული, უკვე იქნება ის სიმყუდროვე, რაც უნდა იყოს ყველა ადამიანის გარემოცვაში. მე წაკითხვისას და ამ ილუსტრაციის დათვალიერებისას ეს ემოცია მგონია, რომ გადმოდის ბავშვზეც და რაღაცნაირად უფრო შინაურული ხდება ეს ზღაპარი მისთვის. მე მაინც მგონია, რომ თვითონ ავტორის ხასიათი, ტემპერამენტი, მისი ღირებულებები ძალიან კარგად იგრძნობა. აი, როდესაც ამ ზღაპარს, რახან ამ ზღაპარს შეეხეთ, მეც ესე ძალიან ველოდები, რომ ამ ზღაპარსთან მივიდეთ უკვე, ხანდახან მიფიქრია, რომ აი ეს ყველაფერი, რაც აქ არის ილუსტრაციაში მოცემული, ნამდვილად იყო აღწერილი იმ შინაარსში, თუ ეს უბრალოდ აი ესე გამდიდრდა და გალამაზდა, იმიტომ რომ ერთად გავეცანით ამ ამბავს, არაჩვეულებრივ ზღაპარს, ლიკას მიერ შექმნილს და მე რაღაცნაირად ფრთაში ასხი და შეავსე და გამდიდრე, ხო? აი ესეთ რაღაცნაირად აი სახლი რომ არის ცარიელი და მე შიგნით რომ დასახლდებიან და გამდიდრდებიან ადამიანების და გამოცდილებების და ისტორიების მიხედვით, აი დაახლოებით ესეთ დატვირთვას ატარებს ახლა ეს ილუსტრაცია და მინდა რომ წარვადგინოთ უკვე ეს არაჩვეულებრივი ზღაპარი, რომელმაც ჩვენ კი დაგვეკავშირა და ძალიან კარგ ამბად და შინაარსად იქცა, მაგრამ ამ ზღაპართან დაკავშირებით მახსენდება ერთი არაჩვეულებრივი ბიჭუნა, დანი, მინდა რომ მოვიკითხო, ბათუმში მცხოვრები, რომელმაც როგორც კი ეს ზღაპარი აღმოაჩინა, მაშინვე დედიკოს უთხრა, რომ ეს ჩემზეა ეს ზღაპარი, ხო? აი რამხელა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ დანიც არის ესეთი ოქროსთმიანი ჭაბუკი ბიჭი და ძალიან მოეწონა ეს ზღაპარი და რაღაცნაირად საკუთარ თავის იდენტიფიცირებას ახდენს ამ მთავარ გმირთან. ლიკა, დაგიბრუნდებით ისევ ამ კითხვით და მოდი გითხარი, საიდან მოვიდა ეს ზღაპრის გმირი? რეალურია თუ გამოგონილი პერსონაჟი, ან იქნებ ორივე ერთად? ჯადოსნური საშობაო დაპირების შემთხვევაში თავარ პერსონაჟს ყავს რეალური პროტოტიპი,
რომელიც სხვათა შორის მართლა ბათუმელია. დანის არ ვიცნობ, რომელიც ახსენე, მაგრამ ეს მოსწავლე მყავდა ბათუმში და ძალიან მიყვარს დღემდე უბრალოდ აღარ ვასწავლი მას, მაგრამ ზუსტად მასზე ფიქრისას მომივიდა ეს იდეა და ზუსტად საახალწლო პერიოდი იყო, როდესაც ამ თემატიკის მიხედვით ლიტერატურის შეხვედრები მქონდა და მაშინ გაჩნდა რაღაცნაირად ეს იდეა ჩემ თავში, რომელიც ვიზუალურადაც გარკვეულწილად და ხასიათითაც ჩემი აზრით ახლოს არის ძალიან თედოსთან. მაგრამ რა თქმა უნდა მუშაობის პროცესში შემდეგ ბევრი შტრიხი და დეტალი გამოიკვეთა და მას მერე რაც დარიამ დახატა, ჩემი აზრით სრულყოფა მოხდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო ამ ტექსტის სრულყოფა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი დეტალი არის, რაზე მე საერთოდ არ მიფიქრია და უკვე შემდეგ დარიას თვალით დანახული სულ სხვანაირი აღმოჩნდა. სხვა შორის მახსოვს, რომ უშუალოდ თემას რო განვიხილავდით, აი დარიამ თავისი შვილობის მაგალითიც მოყვა და მაშინ კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა, რომ შეიძლება ბავშვებისთვის, რაღაცა კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის მართლა აქტუალური იყოს ის პრობლემა, რაზეც ამ ტექსტში ვლაპარაკობთ. სხვა მხრივ, არ ვიცი, აი საბავშვო საფიქრალები ჩემ გონებაში ყოველთვის არის ხოლმე და არ ვიცი, ეგ შეიძლება ცოტა შინაგანი ბავშვიც არის გარკვეულწილად ასტრიდ ლინდგრენი ამბობდა ხოლმე, რომ დიდად ჩემი ტექსტებით არაფერს არ განვიზრახავ და დიდად არ გულისხმობ, ძირითადად უფრო ჩემ შინაგან ბავშვს ველაპარაკებია და მე მგონი მე უბრალოდ რადგან უფრო ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებიდან მოვდივარ, უფრო ჩემ მოსწავლეებს ველაპარაკები გარკვეულწილად და რაც მათგან მესმის ხოლმე მათი საფიქრალები, მე ამაზე რეფლექსია გამოდის ის რაზეც მინდება რომ დავწერო. ესეც ეგ შემთხვევაა ზუსტად ჩვენი ზღაპარიც. მაინტერესებს თვითონ თედოს პერსონაჟი როგორ მიიღეს ბავშვებმა, რახან ბავშვებთან კონტაქტობდა ეს ზღაპარიც მათ გაუზიარე, როგორი უკავშირი ჰქონდათ მათ და რამდენად ახლობელი აღმოჩნდა ეს გმირი მათთვის. მე მგონი დიდწილად გაუგეს, იცნეს მდგომარეობა, იგრძნეს მისი საფიქრალი, ეს ახალ წელთან დაკავშირებული ზოგადად ცოტა აი უბედნიერესი ძალიან ჯადოსნური სამზადისი, მაგრამ თან ბავშვებისთვის ხანდახან ცოტა სტრესული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ხდება ხოლმე ერთდროულად და ეს ყველაფერი თან სხვადასხვა სივრცეებში ხდება რა, იქ სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლაში, ბაღისთვის ბაღში, სახლში, მეგობრებთან, ნათესავებთან ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რაღაცა ერთად გროვდება და ამას ემოციურად ცოტა გადახარშვა სჭირდება ხოლმე ბავშვის მხრიდან და თან ეს მთავარი აქცენტი, რაზეც ჩვენი ზღაპარი არის, რომ ქცევა, როგორც ვთქვათ, ბავშვის ხასიათის ნაწილი და ის, რომ თუ კარგად მოიქცევი რაღაცას დაიმსახურებ და თუ ცუდად მოიქცევი, ამას ვერ დაიმსახურებ იმას, რაც ამ კონკრეტული ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მთელი წელია ფიქრობს და ფაქტობრივად არ ვიცი, მისი мотиваციაც არის და ყველაფერიც და ის, რომ ვთქვათ, რაღაცა ერთი კონკრეტული ქცევა შეიძლება მის კარგობაზე ან ცუდობაზე სულაც არ მეტყველებდეს და მგონი, რომ ეს გარკვეულწილად მაინც ასე თუ ისე ყველა ბავშვს განუცდია დასრულსაც პრინციპში. ამიტომ კი, ბავშვებმა ძალიან სახალისოდ მიიღეს, მაგრამ მე მგონი ტექსტზე მეტად ილუსტრაციები არის, რაც ძალიან აღაფრთოვანებთ ხოლმე როგორც წესი ამ წიგნში და აი ზუსტად ესე ვათვალიერებთ ხოლმე ერთად ჩამწრალები არიან წიგნში და უნდათ რომ ყველა დეტალს მიაქციონ ყურადღება და დარიამ რომ დეტალები ახსენა ეს მგონია რომ არის აი არ ვიცი ნებისმიერი კარგად ილუსტრირებული წიგნისთვის საგანძური მართლა თავიდან ქალაქი რო არის დანახული ერთი აბზაცი რომელიც უბრალოდ რითიც უბრალოდ ტექსტი იწყება დარიამ ისე დახატა რომ გეგონება უცხოვრია ამ ქალაქში და გეგონება ჩვენც ესეთი ქალაქი გვაქვს ხოლმე საახალწლოდ და მე რა თქმა უნდა ეს ბავშვებსაც ემოციურად ძალიან გადადის მე ვერ დაგეთანხმებით იმ ამბავში რომ მარტო ილუსტრაცია არა რა თქმა უნდა მე ვფიქრობ ორივე ერთმანეთი შეავსო და ის ნაწილიც რაც თქვენ აღნიშნეთ ლიკა ხო რომ რაღაცა ისეთი ამბავია თითქოს ბუნებრივი
მე გავიზარდე ლექსით, მაშინ დაგასაჩუქრებ, როცა ტყუილს მოიშლი ამ ლექსით და ალბათ თქვენც შეიძლება, ხო? რაღაცნაირად ეს თოვლის ბაბუა, რომ პირობითად ასაჩუქრებდა მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც არ იტყუებოდნენ და ის მელა, რომელიც იტყუება, ის არ საჩუქრდება და ზუსტად ეს არის, ხო, განვითარებას, რასაც ვეძახით, ხო, აი რაღაცნაირად შეიცვალა ეს შავი და თეთრი და ნაცრისფერი ფერი შემოვიდა და რომ შეიძლება ყველაფერი ქცევას არ იყოს მიბმული და ეს ბავშვის შფოთვა, რაც თქვენ ახსენეთ, ხო, მთელი სამზადისი, ესეც ძალიან დიდი სტრესია. სტრესს ჩვენ მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ვახსენებთ ხოლმე სინამდვილეში ეს არის საკმაოდ სტრესული პერიოდი ბავშვისთვის და აქ როგორი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვისთვის ის რომ მისთვის იყოს უსაფრთხო ბოლომდე ეს პროცესი და რწმენას რასაც ვეხებით არაჩვეულებრივი. დარია კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ხო აი აქ illustratsiებზე მე არ ვფიქრობ რომ ეს არის აი ერთხელ ესე დავჯექი და წარმოვიდგინე. აქ არის იმდენი დეტალი, ხო, რომ აი რაღაცნაირად ერთ ილუსტრაციაზე როგორ ხდება ეს, რომ კი ბატონო, გამოდის მთავარ ფიგურად გმირი, მაგრამ მე როდესაც ამ ილუსტრაციას უყურებ, ხო, ყველაფერი სათითაოდ შეიძლება ფიგურად იქცეს ახლა აქ ნოდარ დუმბაძის წიგნი რომ არის და ტომ სოიერის წიგნი და პიტერ პენის, ხო, ეს ხომ აი ესე უბრალოდ არ ხდება. აი რა დრო ჭირდება ამას, რა პროცესია ტექნიკურად თუნდაც. ალბათ ყველაფერი მაინც პირადი გამოცდილებიდან მოდის. მე მაგალითად ახლა ჩემთვის ჩემი შვილების ოთახი არის ხოლმე ამ შემთხვევაში შთაგონების წყარო და თვითონ ბავშვის ოთახი ზოგადად აი თუნდაც ახლა ილუსტრაციაზე რომ ძაღლი ყავს და ძაღლი არის დახატული წარმომიდგენია რომ ძირითადად ამასაკის ბავშვები ყველა ოცნებობენ რომ ყავდეთ ხოლმე შინაური ცხოველი და დარწმუნებული ვარ თედაც იოცნებებ და შინაურ ცხოველზე. თუმცა თქვენ ძაღლსაც გავს. ჩვენ ძაღლსაც გავს. იმიტომ რომ ერთ დროს ჩემი შვილებიც ასე ოცნებობდნენ, ხატავდნენ თავიანთ მომავალ ძაღლს და შემდეგ აუხდათ ეს ოცნება. ასე რომ ხო, აი ყველაფერი ალბათ პირადი გამოცდილებიდან მოდის და ნუ ზოგადად ბავშვების იმდენად ისეთი სამყარო აქვს ბავშვებს საინტერესო ჩემთვის და ჯადოსნური რომ თავარი შთაგონების წყარო არიან ჩემი შვილები ხოლმე და შესაბამისად ოთახიც, ინტერიერიც ყველაფერი მათი ეს მოწყობილი დეტალებიდან მოდის ჩემს ილუსტრაციებშიც. თვითონ თქვენი შვილები თუ გაძლევენ ხოლმე რაიმე რჩევას ან რეკომენდაციას ან თქვენ თუ მიმართავთ კითხვით? კი, მეც მიმართავ ხოლმე კითხვან ყოველთვის როდესაც დავხატავ ხოლმე ჩანახატს, მე ვაყურებინებ, ანუ ვათვალიერებინებ ხოლმე და ველოდები მათგან რჩევებს ხოლმე, განსაკუთრებით უფროსი შვილი თვითონაც ხატავს, უყვარს ძალიან ხატვა და კარგადაც გამოსდის ილუსტრაციები და ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს ხოლმე სხვათა შორის. ლიკა, შინაარს ალბათ თვითონ ბავშვები გაეცნობიან და ვინც დაინტერესდება ამ წიგნით, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროცესი და მოდი ვთქვათ თითოეული ჩვენგანის ფუნქციური დანიშნულება. ლიკამ შექმნა ტექსტი, დარიამ არაჩვეულებრივი ილუსტრაციები შექმნა და ჩემი ფუნქცია იყო და მგონია რომ ძალიან კარგი იქნება თუ თერაპიულ ზღაპრებს, მათ შორის ზღაპრებს, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნობრიობა ქცევის კორექციის, ექნება დამატებითი სარგებელი მშობლებისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს წიგნი ვფიქრობ არის როგორც ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო, ასევე მშობლებისთვის. კონკრეტული რეკომენდაციების ნაწილი, სადაც მშობლებს შეუძლიათ აი ამ აქტუალობაზე, რაც ზღაპარში არის, უფრო მეტი ფსიქოგანათლება მიიღონ. და ამ მხრივ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ ეს ჩვენი კომპეტენციების გაერთიანება და შექმნა. თანამედროვე ზღაპრებს აქვს კიდევ ის ხიბლი, რომ მე თვითონაც ძალიან ბევრ ზღაპარს, როდესაც ვეცნობი, ვამბობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბავშვისთვის, აი რაღაცნაირად ჩემთვისაც როგორი სასარგებლო იყო, მეც როგორ სხვანაირად დამანახა კონკრეტული საჭიროება, რომ მიდგომის მეთოდები და აი რა არის მთავარი გზავნილი ამ წიგნის. პრინციპში აი რაც თედოს მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ და იმ პატარა ჯადოსნური მოვლენით, რაც ამ ზღაპარში ხდება და ეს მე ბავშვებმა თვითონ აღმოაჩინონ, რაც ხდება. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ნებისმიერი ბავშვი იმსახურებს უპირობო სიყვარულს, რაც ბავშვისთვის, ჩემი აზრით, არის საფუძველი საერთოდ ყველაფრის, აი ნებისმიერი გამარჯვების შემდეგ ცხოვრებაში, რაღაცა დაბრკოლების გადალახვის, პრობლემასთან გამკლავების, შიშის დაჯაბნის, ნებისმიერი რამის. თუ აი ეს საყრდენი უპირობობის განცდა, უპირობო სიყვარულის განცდა ბავშვს
თავიდანვე პატარა ასაკიდანვე არა აქვს, შემდეგ ძალიან რთულია ხოლმე რაღაცა კედლის აშენება და საძირკვლის აშენება უბრალოდ და შესაბამისად ჩემი თავარი იდეა ზუსტად ეგ იყო, რომ ნებისმიერი ბავშვი მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა, ქცევისა, ხასიათის თვისებისა თუ არ ვიცი ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ბავშვი, ყველა ადამიანი ზოგადად იმსახურებს სიყვარულს, უპირობო სიყვარულს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ზღაპარს შეუძლია შეცვალოს ადამიანის დამოკიდებულება და მე უკვე ქცევა. თუ გახსენდებათ ესეთი ზღაპარი, მე თვითონ ზრდასრულობაში წამიკითხავს ზღაპარი, რომელმაც გარკვეული ხედვა შემიცვალა, ან გაზარდა ჩემი აღქმა ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, თუ არის ესეთი ზღაპარი, რომელმაც შეცვალა თქვენი დამოკიდებულება, ღირებულების ნაწილი. საკუთარი თავიდან გამომდინარე, ახლა უცებ არ მახსენდება, მაგრამ მახსენდება აი ზუსტად რაღაცა 2 კვირის წინანდელი გამოცდილება თან ახლა ვუყურებ, აქ წინ გვიდევს სერდუმფარა ძალიან საყვარელი საბავშვო მოთხრობა არის, ასევე უსაყვარლესი ილუსტრაციებით და დამოკიდებულების ცვლილებასთან დაკავშირებით გამახსენდა. აქ მთავარი პერსონაჟი არის პატარა ბაყაყი, რომელსაც ძალიან უნდა რომ რაინდი გახდეს და მოსწავლეებისთვისაც 2 კვირის წინ ვლაპარაკობდით ზუსტად ამ ზღაპარზე და ძალიან უცნაური აღმოსაჩენი იყო, რომ ეს ამბავი იმით კი არ დამთავრდა, რომ საბოლოო ჯამში ეს პრინცესა იპოვა და მე რაინდად გადაიქცა. არამედ ისეთი როგორიც არის შენარჩუნდა და ამ რაინდების გუნდს ასე ვთქვათ შეუერთდა ზუსტად ისეთი როგორიც არის, მაგრამ თავისი ხასიათით, თავისი ინტერესით, ცნობის მოყვარეობით და ასე შემდეგ და მათთვის იმდენად დიდი აღმოჩენა იყო, მივხვდი რომ ამ მიმართულებით ამ ზღაპარზე მუშაობა ძალიან საინტერესოა და თვითონ ამბობდნენ, მოიცადა აი, აბა პრინცესა ახლა როდის აკოცებს, ანუ როდის გადაიქცევა პრინცად და მე ბოლოს დამთავრდა ამბავი ისე რომ აღმოჩნდა რომ არანაირი პრინცი არ ყავს ზღაპარში და რაღაც ცოტა მოიშალა კიდეც ეს სტანდარტი და მათთვის როგორიც არის ისეთი გამოცდილება დარჩა. დარია, თუ გახსენდება ესეთი ზღაპარი, რომელიც აი თუნდაც შვილებთან გაზიარების დროს მივხვდი, რომ ეს ზღაპარი იმაზე უფრო დიდია, ვიდრე თქვა თავიდან განწყობა გქონდა მის მიმართ. მე აი ისე წინა კითხვა რაც დავს იმას დაუბრუნდები ჯადოსნური საშობაო დაპირების ზღაპრით, იმიტომ რომ ნუ როდესაც ხატავდით რა თქმა უნდა ძალიან იმოქმედა ასე ვთქვათ შინაარსმა და თან აღმოაჩინა რომ თუ მეც არაერთხელ ეს манипуლირება ბავშვების მიმართ რომ აი თუ კარგად არ მოიქცევი თოვლის ბაბუ არ მოგიტანს საჩუქარს ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია სამწუხაროდ, იმიტომ რომ მოდით ვთქვათ რომ ჭრის და აი რა ვიცი ახალ წლამდე ალბათ 1-3-4 თვით ადრე ვიწყებდი ხოლმე უკვე ამ მექანიზმს მიმართავდი რომ აბა ესე თუ არ მოიქცევი თოვლის ბაბუას საჩუქარს არ მოგიტანს და მე უკვე როდესაც შევეხეთ უშუალოდ ამ ზღაპარს და მივხვდით როგორ მოქმედებს ბავშვებზე თურმე და როგორ განიცდიან ამას და როგორი მნიშვნელოვანი ხდება ეს ყველაფერი მათთვის ამის მერე უკვე აი ნამდვილად დამეფიცება რომ აღარ მithქვას ესეთი რამე ბავშვებისთვის აღარ არის თუ მაშინ ცნება ხო მე კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე ავტორის სიტყვას და იმ გაჟღერებულ ფრაზას რომელიც მან თქვა რომ ზღაპარს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა და აი შესავალში ხო ვის ეძღვნება ეს ტექსტი მინდა რომ გავაჟღერო იმის დასადასტურებლად რომ ჩვენ მშობლებს გვაქვს უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების ქცევის, ზღაპრის გაზიარების, საჩუქრის გაზიარების და ზოგადად ემოციური რეგულირების მიმართულებით ტექსტი ეძღვნება ჩემს მშობლებს, რომელთა წყალობითაც ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ თოვლის ბაბუის საჩუქრების სიაში ჩემი სახელი ეწერა და იქნებ ისევ წერია კიდეც, ვინ იცის, ამბობს ლიკა ჩხაიძე. ნამდვილად მგონია, რომ ზღაპარს აქვს ის როლი, რომ შეცვალოს ადამიანის ქცევა, შექმნას რწმენა, რომ მასში არის ძალა და თუ მოუნდება, მოიძიებს აუცილებლად ძალას, შეიძლება ეს ძალა ხელშესახები არ არის და მას ჯერ კიდევ არ უცდია და არ დაუტესტავს, თუმცა ყველანაირი რესურსის მობილიზებით შეიძლება გადალახოს ის სირთულეები და გამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ცხოვრების სავალ გზაზე. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო შეხვედრისთვის. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ზღაპარს და მის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგიხადოთ მობრძანებისთვის და იმედი დავიტოვო მომავალი შეხვედრის. დიდი მადლობა. მადლობა.